მოგესალმებით ინტერნეტ ტელევიზია პატრიოტ TV-ზე დღეს ჩვენ წავიყვანთ გადაცემას მედლის ორი მხარე. ჩვენი ძირითადი თემა იქნება სამართლიანობის აღდგენა. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლებში ქართული ოცნების მთავარი დაპირება ეს იყო სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობა არ აღდგა სამწუხაროდ. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ხდება შეკვეთილი მკვლელობები, ტერორი, ხალხი ვერ იბრუნებს თავის ქონებას, გამძაფრდა საკმაოდ კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში და ამას ჩვენ უნდა თქვათ ამაზე და ვისაუბროთ, ვინაიდან ეს რეალობაა, ასევე რთული სიტუაცია ციხეებში და ეს ყველაფერი საერთო ჯამში სერიოზულად აისახება ჩვენ საზოგადოებაზე. საზოგადოებაში რაღაც ნიჰილიზმია, გაურკვევლობის შეგრძნება, ხალხი ვერ გზნობს თავს დაცულად. ამისათვის ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ აი ამ თემაზე მიუძღვნათ 1 საათი. ჩვენ დღეს მოვიწვიეთ სტუმრად სტუდიაში ყოფილი ძალოსნები, ბატონი გენერალ-მაიორი ბატონი ტრისტან წითელაშვილი და თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ბატონი თემურ ალიბეგაშვილი. მე მინდა პირველი შეკითხვა ბატონ ტრისტანთან გადავიდე და შევეკითხო ასეთი რამ კითხოთ ბატონ ტრისტან. სულ რამოდენიმე დღეს უკან ჩვენ ნახეთ, რომ კიდევ გარდაიცვალა, ესე იგი ბესიკ ხარძიანი, რომელიც მოკლეს თავს საკუთარ სახლთან. ჩვენ გვესმის იცით ახალი ხელისუფლებისგან საუბრები, რომ აი ნაციონალური მოძრაობა, დღეს უკვე პროკურორის პირველმა მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომ თითქოს და ნაციონალური მოძრაობა ამ ყველაფერში ჩართული და ჩვენ გავალთ მალე ამ კვალზე. 3 წელიწადი თითქმის, მე-3 წელი დაიწყო, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. ერთის მხრივ რა არის იცით, კიდევ ნაციონალურ მოძრაობაზე აპელირება არამთუ უკვე სისუსტე დანაშაული ხო არ არის უკვე ამ ახალი ხელისუფლებისაც, ვინაიდან თუ იცი რომ არიან დამნაშავეები და თუ იცი რომ ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, დააკავე შეკაიკაცო, პოლიციაც თქვენ ხელშია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ესე იგი პროკურატურა, უშიშროება, ჯარი, რა ყველაფერი მათ ხელშია, ხო? რეალურად და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უკვე არასერიოზული. თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ტრისტან, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს შიში, რომ ხვალ კიდევ ვიღაცას გამოასალმებენ სიცოცხლეს. არა აქვს მნიშვნელობა, იცით, ვინ იქნება ეს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა. თავარი არის, რომ აი ამის რეალური შიში არის, საზოგადოებაში არის პანიკა ამის. და არც თუ ესე იგი როგორც იტყვიან, ეს პანიკა არ არის რაღაც ისე რომ ჰაერიდან არის მოსული, ხალხი დაშინებულია, ხალხი ხედავს რომ აგერ ხდება ეს კვლევობები, იგივე იური ვაზაგაშვილი, აგერ ბესიკ ხარძიანი და აგერ მე უსმინე ლევან მამალაძის განცხადებას, რომელიც იძახის რომ მისი მოკლა უნდათ და აგერ იქ იყო კიდევ კვიციანის განცხადება, რომ მას მისწერეს, რომ მალე შენს დაგაძინეთ. აი ესეთი რამეები ხდება და რისთვის არის ან ეს სპეცსამსახურები, რისთვის არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რას აკეთებენ ესენი? მე და თქვენ ხო ვერ გავიწყებთ ამ კრიმინალთა ბრძოლას. მოგესალმებით, ბატონო არჩილ, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც დღეს სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში არის დღემდე, უკვე მართლმადიდებლად 2 წელი გავიდა, მეტიც უკვე, რაც საქართველოს სრულიად საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურ მოლოდინშია, თუ როდის გადაედგება ნაბიჯი, რომელიც ნაბიჯის საფუძველზეც იქნება თითოეული მოქალაქის მიმართ ის ღირსება, ის სამართლიანობა აღდგენილი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობამ ცხეთის მაზიზე ფეხქვეშ გათელა. მაგრამ მეც ვიტყვი, მოდი ხლა ესეთი შეკითხვა დამისვით, რამაც უნდა გავშალოთ ეს თემა. რა თქმა უნდა, მაგიტომაც ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, სუსტად სამთვეში გააქრო პოლიტიკური რუკი და მოქალაქეთა კავშირი. სამთვეში აღარ არსებობდა არსად მოქალაქეთა კავშირის არც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. მიხეილ სააკაშვილმა მთლიანად მოასუფთავა პოლიტიკური ველი და სიღრმისეულად თავისი პოლიტიკური გუნდით
მთლიანობაში დაიკავა მთელი სახელმწიფო უწყებები, მთელი ესე იგი სტრუქტურები და დაიწყო ქვეყნის მართვა, ხო? ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადაედგა ქართულ ოცნებას, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ქართული ოცნება იმიტომ აერჩია საქართველოს მოსახლეობამ, რომ საქართველოს მოსახლეობის ესე იგი უმეტესი 95-97% იტყოდა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას. ხალხი იყო სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში. ადამიანები უკვე იმ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ მათი მთლიანობაში უკვე ეკონომიკური თუ რაიმე სხვა სოციალური პირობები გვერდზე მიდოს და მხოლოდ ისინი იტყობენ სამართლიანობის აღდგენას, რადგან მთლიანობაში ესე იგი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა და მიმდინარეობდა სწორედ თითოეული ესე იგი პირის, თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანის დევნა, ლიკვიდაციები ქუჩაში, პოლიტიკური ოპონენტების, რაც დღეს ხდება რა. ამიტომ მე დღეს ვერ ვხედავ იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს საზოგადოებამ, რაიმე ტიპის ნაბიჯი გადაედგა იმასა მიმართებაში, რომ ქვეყანაში ამგარიყო სამართლიანობა და სწორედ დღეს თითოეულ საქართველოს ესე იგი არათუ პოლიტიკურ ლიდერს და რომელიმე ბიზნესმენს და რომელიმე ესე იგი ოპონენტს თუნდაც ხელისუფლების და ყოფილი ხელისუფლების მოწინააღმდეგეს ეხზონ თავი დასურათ, არამედ რიგით მოქალაქესაც რომ თავი ეხზონ დაცურათ. ეს დღეს ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანაში, რადგან ერთი მკვლელობა, მეორე მკვლელობა, მესამე მკვლელობა, თავდასხმები, ეს აბსოლუტურად ეს ადამიანების ისევე გრძელდება ეს ბიზნესების წართმებები. ეს გრძელდება, ეს უკვე გაგრძელება გადმოეცა მემკვიდრეობით ახალ ხელისუფლებას. და ახალი ხელისუფლება აქვს ძალიან ცუდი მდგომარეობაში დღეს თავისი პოლიტიკური ესე იგი მიმართულება. ძალიან თუ მდგომარეობაშია, რადგან ქვეყანაში ხდება ასეთი სერიოზული, ესე იგი მკვლელობები ესეთი ადამიანების მიმართ და დღეს ზიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მით უმეტეს ძალოვნების წარმომადგენლები მარჩიელობენ იმას, რომ ესე იგი თუ საიდან შეიძლება წამოსულიყო ეს და ნუ მართალი ძანდებით თქვა, აი თითიავთ გაშვილი მოდივათ აპერილებენ ნაციონალური მოძრაობა. კარგი მორჩა ნუ ვაკეთებთ ეხლა და ნუ ესე იგი ვაცოცხლებთ ამ პარტიას და ნუ ესე იგი ვქნით ეხლა ამ პარტიას თითქოს იქნებ ეს რატო არ უნდა ხდებოდეს ეს ძლევამოსი ესე შეხარ ხელისუფლებაში და შეხარ შეხელშია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურების შეხელში არის ხო შეხელშია დღეს მთლიანობაში ყველა ის ბერკეტი რომელიცაც შენ შეგიძლია დღეს ქვეყანაში შექმნა მთლიანობაში და ქვეყანა მოაქციო ერთი ქოლგის ქვეშ სადაც იქნება ადამიანები დაცული და აბსოლუტურად ქვეყნის მოქალაქე არ იზომს თავის თავს საფრთხეში ხო ეს შეხელშია მაგრამ აქ რა ხდება ის აქ არის სამი ფაქტორი ბატონო არჩილ და ამ სამ ფაქტორს მე ჩამოვიყალიბე პირველი ის რომ ხელისუფლება არის პირდაპირ ვიტყვი ამას და მოდით ნუ არ გვინდა მე ძალიან ვცდილობდი რომ აი დღემდე რაღაც ახსნა მეპოვა იმასთან დაკავშირებით თუ რატო ვერ ხდება ეს პროცესები რატო ვერ მიმდინარეობს რატომ ხდება ხელისუფლებისგან ასეთი რაღაც მაგრამ დღეს ღიად შემიძლია თქვა ეს ყველაფერი ხელისუფლება არის უუნარო ესე არა მარტო უუნარო ამის გარდა ხელისუფლებაში არის ბევრი არაპროფესიონალები ეს მეორე ეს თავი მესამე რაც თავი არის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, როგორც ძალოვნებში, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში არიან პირდაპირ შეხამტკბილებული ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ აქვს ძალიან კარგი სიამტკბილობის ცხოვრება, როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკური გარიგებებშიც. აი სწორედ ეს სამი ფაქტორია, რომელიც ფაქტორის დღეს ესე იგი ერთობლივად აი ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთად ასე ხელი-ხელ მიათრევენ უკვე ერთმანეთს. და ერთმანეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ესე ფარავენ და აი ესე რაღაცეებად საზოგადოებას თვალს უხვევენ და საზოგადოების ესე იგი თვალში უკვე ცდილობენ რომ როგორმე ესე იგი ეს რაღაცნაირი ეს ამ მსგავსი ტიპის სერიოზული ჩადენილი დანაშაულები შეფუთონ რაღაცა პატარა პოლიტიკური იმით ხო აი ეს ხელისუფლება დღეს უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები მაგრამ ხელისუფლება ვერ გადადგას კიდევ ვიმეორებ ძალიან რომ უნდა დღეს ხელისუფლებას რადიკალური ნაბიჯების გადადგას სწორედ ასეთი დანაშაულებების წინააღმდეგ რომელიც დანაშაულებების მართაც ხდება ქვეყანაში და მართაც სერიოზულად და სერიოზული საფრთხის წინაშე ვარ ჩვენ არათუ მარტო ამ კუთხით არამედ მთლიანობაში აი სისტემური საფრთხის წინაშე ვარ ქვეყანაში დღეს ჩვენ ამ კრიზისიდან ხელისუფლება ძალიან გაუჭირდება გამოსვლა ეხლა გვიან არის უკვე მას რომ დაეწყო თავიდან გადაედგა რადიკალური ნაბიჯები და თავიდან რომ ხელისუფლებას პირდაპირ აი ესე
თლიანობაში ერთად მოეკიდა ხელი ამ დანაშაულე მაღალჩინოსნებისთვის, ამ დანაშაულე პოლიტიკური ლიდერებისთვის და ყველა იზოლაცია მომხდარიყო და სათანადო პასუხი მათ, ესე იგი, ეგო ჩადენილ დანაშაულებებზე დღეს ამ დონეზე ჩვენ არ მივიდოდით. და საინტერესო მოსაზრებაა, ბატონ თემურსაც მინდა შევეკითხო. ბატონო თემურ, თქვენ ერთ-ერთი დაზარალებული ხართ იმ რეჟიმის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც კრიმინალს ებრძოდით, ხართ მძიმედ დაჭრილი კრიმინალთა ბრძოლაში. მე ნუ როგორც სასტიკად მოგიქცათ უკვე წინა ხელისუფლება, ამაზე შეგვიძლია ჩვენ უთხრათ, რომ ჩვენს მაყურებელს რომ პრაქტიკულად თქვენ ჩამოგართვეს აბსოლუტურად ქონება დაგაპატიმრეს იმის გამო რომ არ შეასრულეთ ის დავალებები, ის ბინძური დავალებები, რა დავალებებსაც გთავაზობდათ ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ მე მინდა ესეთი შეკითხვა, საინტერესო შეკითხვა დაგისვათ თქვენ. ძალიან ხშირად არის საუბარი რაზე, იცით, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა, ხო? გასაგებია, რა თქმა უნდა, ის რომ 2003 წლის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოართვა ქონება და ტერორა წაართვა. ეს რეალობა, ეს ჩვენ ვიცით ყველაფერი. თუმცა, მოდი ისიც ვთქვათ რა, რომ აი სამხელა სახელმწიფო ქარხნები, ქონებები, ეს თუნდაც იგივე აი ტბები და რაღაცა ეს კონცერნები და ეს პორტები, ხო? ეს ყველაფერი 2003 წლამდეც სულ სისხლის გუბეები დგას. არც მანამდე არ იყო ისე მარტივად, ხო? როგორ მოხდა ეს ქონება გარკვეული ჯგუფების ხელში და როდიდან უნდა აღდგეს სამართლიანობა? იქნებ 90-იანი წლებიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ სამართლიანობის აღდგენა, როდესაც მართლაც იგივე იმ ქარხნების, იმ სახელმწიფო ქონების სამართალ მემკვიდრე ყველა თითოეული ჩვენ ვიყავით და აღმოჩნდა მე რომ თურმე რომელიღაცა ქარხანა, რომელიღაც ერთ კაცს ეკუთვნოდა და აღმოჩნდა რომ მთელი ეს ჩვენი ქონება, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა რეალურად მთელ საზოგადოებას რაღაც სულ 100 კაცის ხელში აღმოჩნდა ეს ყველაფერი და ამიტომ მე მთელი სული და გულით ვარ მომხრე რომ აღდგეს სამართლიანობა, მაგრამ სამართლიანობა მარტო 2003 წლის შემდეგ არ უნდა აღდგეს რა. სამართლიანობა მე ვფიქრობ ცოტა უკანაც უნდა იყოს ამაზე საუბარი. მოგახსენებთ, მართალმზადებით ბატონო. საქმე იმაშია რომ ეხლა მე ქრონოლოგიურად ჩემი შეხედულობიდან გამომდინარე 2003 წლიდან, მაგრამ ისეთ შევეხებთ 90 წლიდან. 90 წლიდან რაც ხდებოდა, თქვათ იგივე ბიზნესში, იგივე გადანაწილებაში, ეროვნული ქონების. იქ სულ სხვა გარკვეული ჯგუფებმა მიიტაცეს. ის იყო სუფთად მიიტაცება, ის იყო სუფთად, რასაც ქვია დღეს თაღლითური გზით. დიახ. ეს მოხდა ვაუჩერებით, შემდეგ ფულის გაკუპონება, შემდეგ გაგატაკება სპეციალურად, რომელიღაც ბანკების გამსხვილება მოხდა ამით გაერთიანებაზე. ამით უკვე დიდი ზიანი მიაყენეს. ფაქტიურად სახელმწიფო ჩამოშალეს მაშინ. ნუ ესე გავედით ჩვენ სადღაც 2003 წლამდე, ხო? სანამ შემდეგ შემოვიდოდნენ ეს როგორც მაშინდელი მშველები, როგორც შემოგვეხილებოდა. დიახ. ნაციონალური მოძრაობა. ნუ ახლა აქედან ამათმაც ის დაშვებული შეცდომები, რომელიც იყო იქიდან. ფაქტიურად სხვათა შორის. მე არ ვარ მაგათი მომხრე არანაირად არასდროს, მაგრამ აი ეს თქვენ სწორედ აღნიშნეთ ძალიან იმიტომ. იმათ იცოდნენ, რომ მოვიდნენ, სანამ მოვიდოდნენ ისინი თავობაში. ცით რა ძინოთ გამოვლილი ქონდათ, სახელმწიფო რესურსი ქონდათ ამათ ფაქტიურად. დიახ. ყავდათ ამათ ის ადამიანები, როცა მოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე მაგათი იყო, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მაგათი იყო და ზურაბჟოანიემა და პარლამენტი მაგათი იყო რეალურად უმრავლესობით. ეხლა ბატონო, მინდა და ალბათ რამეთანხმებით რომ ის ინტელექტუალური მუხტი რომელიც გააჩნდათ თქონდათ ყველა. რა თქმა უნდა. შემდეგ ეხლა 2003 წლის შემდეგ თუ გადავალთ, მე ჩვენ ეხლა 2012 წლის არჩევნებიდან. ფაქტიურად ეს ყველაფერი განვითარდა. ჩემი შეხედულობა, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია, განვითარდა ეს ყველაფერი სპონტანურად. არ ელოდებოდა არავინ რომ სუნთლიანად ოცნება მოვიდოდა. ნუ ჩემს მოგახსენებთ რა. აქ იყო რაღაც პროცენტული დათვლა, რომელიც დათვლის მიხედვითაც მაგალითად რაღაც გარკვეული პროცენტი 35%-ით უნდა მოსულიყო და იქნებოდა ეს ჯანსაღი ოპოზიციით. ეს როგორც ისეთ კარგად ყველა პარტიული თითქმის ყველა პარტიაში გარიგება და გამორიგება ხდება ასეთი რაღაცეები, ციფრებით გადანაწილება. ფაქტიურად აი ზუსტად მაშინ არ აღმოაჩნდა ეს ყველაფერი განვითარდა შემდეგ სპონტანურად ეს ციხის კადრები 1000 რაღაცა რაც მოხდა შემდეგ გახმაურდა 1000 გახმაურებული ფაქტები და
ერთიანად ქართველმა ერმა, ხო? უარი უთხრა მთლიანად ამ ნაციონალებს. უარი უთხრა. უნდა ეთქვა კიდევაც, იმიტომ რომ მთელი 9 წლის რეჟიმი ადამიანებიდან გადაგულები და დაღლილები, ხო? ფაქტიურად უარი უნდა ეთქვათ, მაგრამ ამ დროს ვერ დახვდა, თვითონ ოცნება ვერ დახვდა ამათ. მზად ამ მოვლენას. რო ქონიყო თავისი სახელმწიფო რესურსი, ქონოდა თავისი, თქვათ, ის წარმომადგენლები, რომლებიც მაგალითად შეცვლიდნენ იმ მინისტრებს, შეცვლიდნენ, თქვათ, იმ გამგებლებს, შეცვლიდნენ იმ სპეციალისტებს. ესენი ამათ არ გააჩნდათ. ნუ თანაც რა თქმა უნდა, რადგან ესე მოხდა ეს ყველაფერი და მოდი ისე შევეხებით ცოტა ხეშად, რადგან ეს იყო ამერიკიდან მითითებული და ამერიკის საელჩოდან ალბათ, ხო? როგორც უნდა ყოფილიყო. ნუ ეხლა იმათი დავალებაც იყო ისეთი რაღაც, რომ თქვენ იმაზე მეტი მიიღეთ, ესეთი მესიჯი მაგათთვის. თქვენ იმაზე მეტი მიიღეთ, რაც თქვენთვის უნდა მოგვეცა ჩვენ, მაგრამ სამაგიეროდ იყო ესეთი რაღაც, რომ ამ ხალხს ვერ შეეხებთ. საჭირო კოჰაბიტაცია. ფაქტიურად რაც მოხდა შემდეგ და რანაირი კოჰაბიტაციის შედეგი მაპატიეთა მე შეგაწყვეტნა აი რესურსთან დაკავშირებით მინდა რა თქვენ აი ცოტა მას არ დაგეთანხმოთ რომ დღევანდელი ხელისუფლება როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში და მან მართლაც ესე იგი საზოგადოების სრული მხარდამჭერა იყო ეს რაც ესე იგი მათმა მოიპოვეს და არა ფულები მაინდა-მაინც ვერაფერს ვერ გადაწყვიტავდა რომ ხალხი არა და მე ახლა იმ პერიოდში პატიმრობაში იმყოფებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ თბილისიდან რეგიონებში და სოფლებში მიდიოდა ხალხი იმისათვის რომ იქ იყო რეგისტრირებული და ქართული ცენზურა ხმა მიეცათ, ხმა. ხო, რაც შეეხება რესურსს სრულებითაც არ იყო საჭირო, მოვიდა ქართული ოცნება, რესურსი უამრავი ჰქონდა ხასიათებას, თუნდაც თქვენი სახით და ჩვენი სახით, რომლებიც პროფესიონალის სახით, რომლებსაც შეგვეძლო ჩვენი ერთხელ ქიანობაში გაშილი ფრონტით გვემოქმედა და მოგვესუფთავები და ორთვეში ნაციონალური მოძრაობის ყველა დაბალი რგოლი, მაღალი რგოლი და ამით უგეს ჩვენ სახელმწიფო კონტროლი აღიღო ხელში. ბატონ დრისთან თქვენთანაც ერთი შეკითხვა და ბატონ თემურთანაც მექნება ასეთი შეკითხვა. ზუსტად აი ამაშია საქმე, მე ვფიქრობ რომ და ყოველთვის ვაფიქსირებ ამას, რომ ახალი ხელისუფლებაში ყოფი საკმაოდ სუსტი მენეჯერები მაინც ჯობნია რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს რომ არ არიან სადისტები. ძირითადად ახლა მაინც ჩვენ ვერ ვიტყვით რომ კახი კალაძე არ არის სადისტი, იგივე ღარიბაშვილი არ არის სადისტი. ჩვენ სხვა რეჟიმთან, ჩვენ გქონდა სადისტურ რეჟიმთან დღეს გვაქვს უნარო ხელისუფლებასთან საქმე. აი მაშინ განსხვავება. აი მე ხა ბატონი თემურისგანაც ვიცი, თქვენგანაც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციებია ძალიან ბევრი, რომელიც წერილებს პრემიერს, პრეზიდენტს, ივანიშვილს კომუნიკაცია აბსოლუტურად არ არის. და ეხლა რო გამოდის ღარიბაშვილი და ამბობს რომ ყველაფერი კარგად არისო, არ არის ყველაფერი კარგად. კიდე მაგრამ აქვე მინდა დავაფიქსირო რომ ეს არ ნიშნავს ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთესად თუ არის ჯერ, ეს არ ნიშნავს რომ არის კარგად. გასაგებია რომ იმას ჯობია. და ეხლა ზოგიერთი რას ამბობს, იცით რომ ეხლა ჩვენ თუ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, თითქოს ნაციონალურ მოძრაობას ვიღაცა უჭერს ხარს. არა, პირიქით, სად იყო ეს ხალხი, როცა ჩვენ ვაკრიტიკებდით ნაციონალურ მოძრაობას, ხო? მაგრამ რო ვხედავთ, რომ ქვეყანა უკან მიდის და მართლაც ხიფათის ქვეშ შეიძლება დავდგეთ და გაცილებით უფრო წვავე პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ, ვიდრე ვიყავით, ამისთვის აუცილებელია, მე ვფიქრობ, რომ მოხდეს, აი რაზე თქვენ საუბრობთ, მოხდეს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შეხვედრები. თქვენ, რომელზეც მისწერეთ, ვიცი რომ დარჩა აბსოლუტურად უპასუხოდ. ვიცი რომ თქვენ მსგავსი პრობლემა გაქვთ. ვიცი რომ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას და ამ დროს ჩვენ ხედავთ, ესე იგი, პარლამენტში, როდესაც მივიდა პრეზიდენტი და რომ იძახიან, რომ იცით, აი ჩვენ არ გვისმენ, ვინმე დაპატიჟეს. კარგი, თავრობა არ მივიდა. ლომჯარიას გარდა ვინმე თავიანთი დაპატიჟე, ვინმე დაპატიჟე. გიგაური, საია, ეს რა ქვია, მაგას ვამბობ, აი იმაზე ერთის და მეორესაც მინდა დაგისვათ არასამთავრობო ორგანიზაციები, 8000 არასამთავრობო ორგანიზაცია არის საქართველოში. ამ 8000 არასამთავრობო ორგანიზაციიდან შეიძლება მუდმივად 5 ორგანიზაცია იყოს ყველგან წარმოდგენილი? შეიძლება რომ ყველგან პრეზიდენტთან 5 რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ზიზღის მეც არაფერს არ იცის. ორგანიზაციები რომელიც დაკავებულია LGBT ორგანიზაციების პროპაგანდით, პატრიარქის გინებით, საქართველოს ტრადიციების მოშლა მონგრევით. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ხო არ უნდა მოხდეს რაღაც დიდი სერიოზული გაერთიანება,
რომელიც მოითხოვს პრეზიდენტთან, პრემიერთან და მოდით ვთქვათ რა, ყველაზე დღევანდელ დღეს ავტორიტეტულ მოქალაქეს დავარქმევთ, უხუცეს დავარქმევთ, ხელმწიფეს დავარქმევთ ივანიშვილთან, რომ ხალხმა უთხრას რეალური თავისი გულის ტკივილი რა, რაზეც არის, იმიტომ რომ არავინ კიდევ ერთხელ ყველა უფასებთ. მაგრამ ხედავთ რომ უკან მივდივართ. აი რა აზრის ხართ რომ აი ამ გაერთიანება იქნებოდა მოხდეს? ზუსტად თქვენ კარგად გაეცეთ პასუხი ბატონი გენერალმაც და თქვენც იგივე ჩემს ჩამოყალიბებულას დაუმთავრებას. აი როდესაც სახელმწიფო რესურსზე ისე ვიგდაუბრუნდები, როდესაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ აღარავინ ესენი აღარ გვენდობა ბატონო პრეზიდენტ. იმიტომ რომ ფაქტი იყო თქვენ გენერალური ბრძანდებით ბატონო პრეზიდენტ თქვენ კარგად იცით რომ ვიეტნამის ომის შემდეგ არც ერთ ვეტერანს სამსახურში აღარ იღებდა ამერიკელი, აღარც ერთი ფირმა აღარ იღებდა. ჩვენ ესენი ამათვის ჩვენ ვართ ფსიქიკა არეული ადამიანები უკვე. როგორც ასეთი ამ თვალში როგორ ვართ იცით? ამით ვინ აყალიბებს? ზუსტად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვართ კრიმინალები, ჩვენ ვართ ციხეში ნამყოფი, ჩვენ ვართ საშიში სოციუმისთვის, ჩვენ ვართ ჩამოწერილები, ჩვენ ვართ ჩარეცხილები. არ შეიძლება რომ ჩვენ მაგალითად დღეს ახალგაზრდასთან, იმიტომ რომ ჩვენგან შეიძლება მხოლოდ მაგათი გაგებით, ჩვენგან შეიძლება მხოლოდ მავნე ჩვევები ისაუბროს იმ ახალგაზრდას. და არა ის მავნე ჩვევებში ხლა რა იგულისხმება, თურმე სიყვარული ყოფილა დაავადება ბატონო. სამშობლოს სიყვარული დაავადება აქედან გამომდინარე ხო? ერის სიყვარული დაავადება. ეს საერთოდ ძიმე დაავადება. მე ვიყო დაავადებული ადამიანი, მე ბედნიერი ვარ, როცა დაავადებული. უფროსის პატივისცემა, უფროსის მიმართ. ისაც მავნე ტრადიცია. ხელმძიმე ქალის პატივისცემა. ხელმძიმე ქალის ტრადიცია. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ მაგათ თვალში ვინც კარნახობს, ხო? თქვათ ამერიკის საერთო კარნახ. ჩვენ მაგათ თვალში ვინ ვართ, ბატონო? მკვლელები, კრიმინალები. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ესეთი რაღაცა იყო პოლიციაში მუშაობდი და ვიცი რაც იყო ეხლა. მე თვითონაც გამჩენია ბავშვობაში, თქვათ, რომ გავიგებდი, რომ მაგალითად ეს კაცი იყო ნაციხარი, ხო? სულ იმას ვფიქრობ, მე შინობდა, იცით, რაღაც შიში მქონდა ამ ადამიანის რა. მით უმეტეს მე ვიყავი ახალგაზრდა ბიჭი და არც ქუჩა მეკვდა და თქვათ, არც სხვა ესეთი გარეთ გამოსვლა. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, თლიანი მასისთვის ეხლა ნაციხარი ადამიანი რას ნიშნავს? ნაციხარი ადამიანი უკვე იმისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ვერ ჩავითვლებით ამათვის სასურველ რესურსად. იცით რა არის მაპატიეთ ახლა შეიძლება მე გაწყვეტინეთ იცით მე ახლა აი ამ კონტექსტში არ დაგეთა კიდევ არ დაგეთახმებით მე ახლა მე ბედნიერ კაცად და მიამაყება კიდევაც და ყოველთვის მიამაყება და ყოველთვის მე ჩემს შვილიშვილებს თამომავლებს გადავცემ იმ ისტორიას რა ისტორია და რა ტრადიციების ჩემ ოჯახს მოსდევს რა ესე იგი ქმედებებიც მე პირადად ჩემი ქვეყნის სომა გაკეთებული მე ბედნიერი კაცი ვარ რომ ქართულ ტრადიციულ ოჯახში დავიბადე მე ბედნიერი კაცი ვარ რომ ვარ მართლმადიდებელი და ვარ ქრისტიანი და ვარ მორწმუნე ადამიანი და ვარ აღსარებელი ბედნიერი კაცი ვარ მე ბედნიერი ადამიანი ვარ და მე ჩემი ოჯახი ბედნიერი არის რომ მე ვიბრძოდი ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და ვაკეთებდი საქართველოს საქმეს ვაკეთებდი და გავაკეთებდი ყოველთვის მე ბედნიერი კაცი ვარ და ბედნიერი ადამიანი რომ მსახურობდი საქართველოს შეერაღებულ ძალებში და ესე იგი ვზიდი ქართველ ახალგაზრდა ჯარისკაცებს და ოფიცერებს მე ბედნიერი კაცი ვარ რომ ციხეში ვიჯექი იმისაც რომ ჩემი ქვეყნისთვის ვიჯექი ციხეში და ბედნიერი კაცი ვარ რომ სააკაშვილის ხელისუფლების ვიჯექი ციხეში აი ესა ვიყო მაგათ ვარ ჩემი ავამტყოფი მაგრამ ავამტყოფები თვითონ ისინი არიან რადგან ისინი ავამტყოფის თვალით ხედავენ ყოველივე ბედნიერებას და ვერაზროს ისინი ვერც გონებრივად და ვერც ფსიქოლოგიურად ვერ გამოჯამთელდებიან და ვერაზროს ისინი ვერ შეიყარებენ სამშობლოს და საქვეყნას ისე როგორც ჩვენ შევიყარეთ ჩვენ ვიყართ ბატონო გენერალო მაგრამ სხვაობას ხედავ მაგრამ რა ხდება იცი ამიტომ ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ აი ბატონ მაჩინო მართალი ბრძანა და იქ დავბრუნდები ისევ რომ სწორედ ისეთი არასამთავრობოები ვიყავთ მათ წარმოჩენილი ნებისმიერ შეხვედრებში რომელი არასამთავრობოების ყოველთვის მათ აკრუზეც ეკვავენ და აკეთებენ იმას რაც შეიძლება და ის არასამთავრობოები რომლებიც ჩვენ მართლა ვაკეთებთ საქმეს მართლა ვტკივა ჩვენ ქართულად მართლა ვტკივა ჩვენ საქართველოს მართლა ვტკივა ჩვენ თითოეული საქართველოს მოსახლე გაჭირებული ის ადამიანები რომლებიც დღეს იმრავლა სამწუხაროდ იმრავლა საქართველოში და ნაბისყუთებში იქებიან ვტკივა ამაზე ძალიან ვტკივა ამაზე ესეც გავერთიანდეთ ჩვენ სულ და უნდა დავდგეთ ერთად და ბატონ მარჩელი მართლა დაუზახოთ იმას ვინც არის ის რა თქმა უნდა
შემოვხედი ახლა ვარ ჩვენ ხალხი რომელსაც ქართული სისხლი გვიდოვს პრეზიდენტის გამოსვლაზე ერთი ვიში და აი ქონდათ ატეხილი ამ ლიბერალებს რომ აი პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებიან პრეზიდენტი ფეხებზე კიდიათ ეს როგორ შეიძლება ნუ აი ეს და უცებად რუსთავი ორზე გვიჩვენებენ რომ ესე იგი ლომჯარია როგორც ეს ერთხელ ვისაუბრეთ ამაზე ფეხბურთზე რომ აბონემენტი ქონდათ აღებული აი ესე აღებული აბონემენტით დადის ნებისმიერ იმაში და ზის იქ და თან იძახის ვიცით მე დღეს გადავწყვიტი აქ მოსვლა როგორ გადაწყვიტე? ვინ ხარ რომ გადაწყვიტე? მე გადაწყვიტე, მაგრამ ვერ მოხდი. 8000 არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს. დამსახურებულმა პიროვნებამ, გენერალმა კაცმა, რომელმაც თელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ტერიტორიების ბრძოლაში შევალია თავით, სამჯერ დაჭრილმა, დღესაც ბრძოლებში ვარ, სამხედრო ექსპერტმა დღეს არასამთავრობო ხელმძღვანელმა გადაწყვიტე, მინუტა მისვა. შეკითხვა დამესვენა ვერ მოხდი. ბატონო ტრისტან, 20 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და 2000 კაციანი ხელმოწერა მივიტანეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თუ გახსოვთ. თხოვდით რომ შევხვედრილიყავით ამ რაღაც და სასწაული ქართულ რუსულ ურთიერთობებზე განიხილება აი ესე იგი ლომჯარიასთან და აი ამ მაპატიეთ და იმაში რა ქვია საქართველოში ყველაზე სამარცხვინო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეს საკითხი და როდესაც პრეზიდენტი მერე საუბრობს რომ რატო არ მიდიან მასთან უნდა გაითვალისწინოს ბატონმა პრეზიდენტმა რომ თქვენ საზოგადოება არ გაინტერესებს ბატონო პრეზიდენტო თქვენ არ ხართ დაინტერესებული საზოგადოებასთან შესახვედრად თქვენ არ გაინტერესებთ ღვაწლმოწილი ხალხი 1 2 3 მე-10 მე-1000 თქვენთვის ლომჯარია თავარი აი ამაშია საქმე და ნუ გიკვირთ რომ თქვენი რეიტინგი პლასტერინის ქვემოთ არის უკვე პლასტერინის ქვემოთ არის დიახ თქვენი რეიტინგი აი ამაზეა ზუსტად საქმე მაგრამ ეს რუსთავი კიდე სასწაული ესე იგი აი ყველა ნებისმიერ სხვა ტელევიზიას რომ შევხედოთ კი იქ შეიძლება დარღვეულია ბევრგან პარიტეტი მაგრამ იმედია აი იქაც უკვე გამოსწორდა რაღაც პარიტეტი კი 80%-ს ალაპარაკებენ მეტდასავლეთებს მაგრამ არის რაღაც ხშირად რომ იქ ხდება რაღაც განსხვავებული აზრის რუსთავი იქცა ესე იგი ოპოზიცია ჩათვალეს ალასანია მეორე მხარე არის ნაციონალური მოძრაობა და დეღი და ღამე ნაციონალიზმური რუპორი ანტისახელმწიფოებრივი რუპორი და მეტი არ ვიცი ესე კიდე ამ ნანა ისე რო არის კაცო ეს წკრიალაშვილი ნინა ეს მეწილია ამ ტელევიზიის წილშია დირექტორია არა ვერ დავიწყო იმიტომ რომ დღეში არის 5ჯერ და რატო თქვენ არა ხართ? ამ 8000 ორგანიზაციიდან რატო არავინ არ ხვდება ამ ტელევიზიაში? ამ პოლიტიკური პარტიიდან რატო ვერავინ საზოგადო მოღვაწეებიდან რატო ვერავინ ვერ ხვდება? აი ეს არის სასწაული და მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა კაცრად საზოგადოება მოუთხოვოთ პრეზიდენტს პასუხი რომ აუცილებელია რომ პრეზიდენტი, პრემიერი და კიდე სხვა მინისტრები იქნებიან თუ სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები, ეს მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები, მათ ქონდათ შეხვედრები საზოგადოებასთან. თქვენ ბატონო არჩილ, ეხლა თქვენს აქ გამოსვლაში გამიჯნეთ ეს, გამიჯნა გააკეთეთ რუსთავი ორის, ალასანიას და ეს ერთია სულ. არა, ერთია, მაგრამ ზუსტად მაგ იგითხარი. ანუ მე რა გითხარით, იცით რომ ეს მიაბეს, ამათი დაცილება არ შეიძლება. არა, ეს ხალხს თვალში აყრია, ნაცაც რომ ვითომ ოპოზიცია გამოყავს. ხო. ასე ვითომ ოპოზიცია გამოყავს. ეს არის სიცხილი, ასე თლათ ეხლა, ესე იგი ქართულ ადამიანს ნუ ჩავთვლით თუ ესე თლათ ლათ ესე იგი გაუხედავად რომ ვერ ამჩნევს ეხლა ქართველი კაცი იმას რომ ალასანია ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი ორი ერთი არის მაგრამ მაგეთი თუ მაგას ფიქრობენ და თუ მართლაც მაგ აზროვნებით და მაგ ესე იგი შეხედულებით არიანო თითქოს ასე ხედავს ჩვენს საქართველოს მოსახლეობა მაშინ კარგად ყოფილა სასწაული ესე იგი ეს ნანუკას შოუში ვიღაცა მოიყვანეს ისეთი რაღაცები აჩვენეს გამეორება არ მინდა ნახეთ ხო სასწაული ქალმა მოიტანა რაღაცა ინსტრუმენტები ორგაზმისთვის რაღაცა სასწაული იყო ეს აბსოლუტურად მაგრამ რა საერთოდ და ეს ის ტელევიზია რომელიც განიცდის თურმე აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას განიცდის თურმე ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და ამ დროს
ნახევარი მისი ეთერის უბრალოდ 80% არის ანტისახელმწიფოებრივი. 2005 ტუში ტანსი მახსოვს, მე მახსოვს რომ რუსთავიორი ჟურნალისტებს უყურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისინი ქონდათ პირადობის მოწვევები ყო ვანო მევაბიშვილის დროს ეს ვიცი და იყო ეს ფაქტები მე პირდაპირ ეს მოწვევები იყო ეხლა მაგას ხო მე მახსოვს რომ ერთხელაც რამოდენიმე ჟურნალისტის გამოამჟღავნეს რომ პირდაპირ მოწვევებიც ქონდათ და ეს მარტო მაშინ შეიძლება ეხლა იცით რა არის ხა მოდი გასაგებია უკვე და ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს რომ თუ რას ემსახურება ეს ტელევიზია და რას ემსახურება თუნდაც ის პოლიტიკური გუნდები რომელიც ახლა ჩვენ დავასახელეთ და ესეც ამაზეც შევთანხმდეთ რომ ჩვენ ამათ ასეთ ესე იგი დაჯგუფებებს მოაღვიქვათ პოლიტიკურ ესე იგი რაღაც ორგანიზაციებად რადგან ორგანიზაცია რომელიც უკვე მიმართული არის კრიმინალისკენ არა ბატონო ტრიშთან გასაგებია თქვენ ამბობთ რომ მოაღვიქვათ მაგრამ აგერ საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე ეს ხალხი დგას თუ საქართველოს პრეზიდენტს ჩვენ მე უნდა ესე იგი გავაკეთოთ და უნდა საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე ჩვენ აი თქვენ მე თქვენს იმას ვეთანხმები და ამიტომ ხარს უჭერთ თქვენს აი განცხადებას რაც განცხადებას ეხლაც გააკეთეთ თქვენ რომ ჩვენ როგორ უნდა მოუწოდოთ და როგორ უნდა მოახერხოთ ყველა ის მართლაც საღად მოზონი არასამთავრობო სექტორი უნდა შეეკრიბოთ შევიყრიბოთ ერთ დღეს ჩამოვყალიბდეთ გავწეროთ ჩვენი გეგმები რა გვინდა რა უთხრათ პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით შემდგომ ნახეთ თორსა კრიტიკა გააკეთა მთავრობა პრეზიდენტის მიმართ ესე თურმე უგვისმენს ესე კარიერა უგვისმენსო ხო ამიტომ ჩვენც აუცილებელია მეც ჩვენც უთხრათ მეც ვფიქრობ რომ ზუსტად საზოგადოების ინერტული მდგომარეობის ბრალია რომ მათ აეძლევათ ამ ყველაფერს კეთების ჩვენ გვეტყვის რომ ისინი აქტიურობენ და იმიტომ ესე ამიტომ ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ $10 მილიონი აქ თვითონ დაფინანსება და აქტიურობა საქმენი რო არ გქონდეს იმას რომ აი როგორც მაგრამ ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ მართლა ჩვენ თვითონ ჩვენ ქვეყანა გადადიმად ქვეყანა ფეხებზე შიდა რესურსი მინდა ერთი შეკითხვით გადმოვიდე ბატონ თებურ მინდა შეგიკითხოთ მე თქვენ აი თქვენ ხართ ყოფილი პოლიციის თანამშრომელი. თან აი პირდაპირ ვიტყვი იმ მიმართულებით, რასაც ქვია აი კრიმინალთან ბრძოლა. აი უნდა ვთქვათ, რომ ნუ კრიმინალმა რაღაც მხრივ ცოტა აი ნუ ზდა არის კრიმინალის რა რეალურად რა. ნუ ხედავთ რომ იქ ის ბენზინკალონკა დააყაჩაღეს, იქ ვიღაცა დაჭრეს, იქ 16 წლის ბავშვმა დაარტყა, ნუ იქ ვიღაცა მოკლეს თავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობისას და არა მარტო ნაციონალური მოძრაობის იმ ძალების რომლებსაც სურთ რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ მათი მთავარი დარტყმა იქნება რა თქმა უნდა ქვეყნის სტაბილიზაციის შერყევაზე ანუ კრიმინალურ სიტუაციას დაძაბავენ ქვეყანაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ის რომ მე საზოგადოებამ თქვას რომ იცით რა ეხლა გინდა ცოცხი უქნიათ გინდა რაც გინდა ეკნან ოღონდ იმხოს სიმშვიდე არ შეწევს თქვენი აზრით ძალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იგივე უბნის ინსპექტორებს, იგივე იმ აგენტურას, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომ რეალურად აი მე როგორც იტყვიან, აღმოცენების პროცესშივე მოაშთოს კრიმინალური ელემენტები. მოგახსენებთ, გასაგებია ბატონო ვარჩევ. რაც შეეხება უბნის ინსპექტორის ინსტიტუტს. დიახ. ამას აქვს სხვა დატვირთვა. აი სამძებრო დიახ ინსპექტორს ის სხვა არის რომელიც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს არ შეიძლება ყველაფერი ჩარჩოში ჩასვა არ შეიძლება კრიმინალმა იცოდეს დღეს ის რომ პატრულის მანქანა გამოივლის 5 წუთში დიახ თავისი კვადრატში და იმ 5 წუთში რასაც უნდა ის მოასწრებს ეს უნდა იყოს მუდმივ მოძრაობაში არაფრით არ შეიძლება კრიმინალის ესე მიშვა კი ბატონო ჩვენ თუ იმას გავითვალისწინებთ ახლა მაგალითად რომ თქვათ ეს ადამიანის უფლების შევახო მაგრამ გაუშვის სამძებნოს ისენი გახსოვთ არა ადრე როგორ იყო უფორმო მანქანებით დადიოდნენ სხვადასხვა ნომრებით სხვადასხვა მაგრამ აი ეს ყველაფერი ბატონო თემურ მაშინ კაც კონტროლში უნდა იყოს იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით ზუსტად მერე უკვე აი ამ სამძებროს თანამშრომლების მიერ გადამეტება თავისი უფლებების პატიოსანი ხალხის დაჩაგვრა და იყო ეს სამწუხარო იყო ეს თამდები პროცესია ყველა ვარიანტში რაღაც პროცენტულად ყოველთვის იყო მაგრამ ახლა შეადარეთ რა იყო მაშინ გახსნის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში
რესპუბლიკებში. ყველაზე მაღალი გახსნის კოეფიციენტი იყო საქართველოში. ისე თუმცა მაპატიეთ შეგაწყვეტინეთ, ახლა ჩამოვიდა ჩემთან გერმანიიდან ერთ-ერთი მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ჩვეულებრივი მოვლენა გერმანიაში რეიდები და ჩვეულებრივი მოვლენა იქაური კრიმინალური პოლიცია, როდესაც რო შეხედავს და არ მოეწონება მანქანა, ან რაღაც გააჩეროს და ისე ბატონ თემურს ვეთანხმები ახლა როგორც არის დღეს აღჭურვილი პატრულის მანქანა, ასე შეიძლება იყოს აღჭურვილი ჩვეულებრივი მანქანა, რომელიც და ნებისმიერი გაჩერებისთანავე იწერებოდეს პოლიციელის და ადამიანის ურთიერთობა. და რაც გამორიცხავს აბსოლუტურად კი ბატონო, ნებისმიერი. თორე მართალს ამბობს ბატონი თემური. გაიარა პატრულის მანქანა, მე ვდგევარ უბანში, გავიწიე გვერდზე, გაიარა და გავედი და მოჩახჩახებს რაღაც მანქანა, არ ვიცი, გადმოვა ეს კრიმინალური პოლიცია და დაგადებს ნაროჩიკას. აკცია, ვინ არის? არის, ვინ არის? ვისთან მოდის ყველაფერი. იცით რა არის ეს ნებისმიერ სახელმწიფოს ჭირდება ეს ფარული თვალთვალი, ფარული გამოქმედებები. ეს აუცილებელი არის, ეს მოვალეობა. თან შესაძლებელია რომ თუ ასეთი გადამეტება იქნა კაცრად და მოხდეს ამ პიროვნებების ერთხელ ორჯერ დაიჯერა, რაც გამოიწვევს მინიმალურ იმას რა ქვია. ანაც ახლა რა მოხდა ბოლოს? ახლა ფაქტიურად რასაც ქვია ახლა დილეტანტიზმი ახლა ბოლოს შეყარეს თქვა მაგალითად მაპატიეთ გამოთქვისთვის ფაქტიურად შეყარეს ეს მასობრივად მოიყვანეს ნაციონალების დროს ადამიანები რომელიც ესე იგი ფსიქოლოგიური პოლიციაში რო ადამიანი მიყავს შენ ამის აუცილებლად უნდა იცოდე ამის ფსიქოლოგიური პორტრეტი ჯერ ხომ უნდა შექმნა ხო ადრე სანამ პოლიციაში მიიღებენ 6 თვე დაძლებდა უკან და სწავლობდნენ მეზობლებს ეკითხებოდნენ ხო როგორია რა საკეთებს აი რისი ის იყო უნარები ფაქტიურად უნარი ხმას ამათ მოიყვანეს რაღაც პარტიული ნიშნით შეიყვანეს რომ იმიტომ რომ მაღალი ხელფასი იყო დანიშნეს ჩააცვეს ფორმა ადამიანს მე ძალიან ბევრი რაღაცის მომსწრე ვარ იმიტომ რომ ძალიან 1-2 ჯერ შევესწარი და ძალიან ბევრჯერ მაგრამ 1-2 ჯერ მე ჩავერიე თუ როგორ ესე იგი ავიწროვებდნენ იმას რა ქვია პატრულის ფორმაში ჩაცმულს ორი ძველი ბიჭი როგორ ბოდიში და აკაჩავებდნენ რა მე ვთქარი რა გაჩუმებულები ხარ როგორ აკაჩავებდნენ ამას წარმოიდგინეთ რა ეხლა ამან რა უნდა გააკეთოს თუნდაც ის თავიდან დავიწყოთ ის როლები დახრეთები და ვინ ისრის მშიშარა ხო ბატონო გენერალი მშიშარა ადამიანი ყოველთვის პირველი გაისვრის რა მოხდა მაგითი მოხდეს მოკლეს რობაქიძეს მკვლელობა ხო გამიზნული არ იყო ხო რამე პოლიტიკური ხო შემთხვევით გაუვა და მოკლეს ქუთაისში მოკლეს იქ ნო კარგი ეს ყველაფერი ადამიანს როცა მოყავს ეს პოლიციაში დღესაც არიან ისეთი ადამიანები იქ მაგრამ როგორ არიან იცით ახლა ჩემი ახლობლები ჩემი ასაკის ხალხი დარჩა ის ჯერ ისე და პენსიას ელოდებიან დღეს სამსახურში გასვლას მაგრამ იმდენად შეზღუდულები არიან ესენი ამას არა აქვს უფლება არც ადგილის დათვალიერების უნდა გააკეთოს არც არაფერი მოკვლევა არც არაფერი ფაქტიურად ყველანაირად შეზღუდული აქვს მაგრამ სხვა სამსახურებს აქვს ყველაფერი ღია სივრცეები თქვა კიდაც ინტერნეტში ინფორმაციასთან დაშვებები ყველაფერი დღეს დაშვება აღარ აქვს აგენტურა აღარ აქვს აგენტურასთან ვეღარ მუშაობს ფაქტიურად და უწინ კიდე ახლა მეორე კიდე პირობა რა არის ამისი გახსნის მაღალი კოეფიციენტის ადრე აი ეს უიტურო ერქვა ხო ციხის ის რო იყო რა ქვია ცალკე სისტემა ხო იყო ციხეების დღეს პენიტენციალური რო ქვია ძირითადად ყველაზე მაღალი გახსნის კოეფიციენტი მოდიოდა იქიდან იხსნებოდა ციხეებიდან იხსნებოდა ციხეებიდან ინფორმაცია მაგრამ დღეს ახლა შეხედეთ რა ხდება ეს პენიტენციალური ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ცალკე წდომა აღარ აქვს იმას ფაქტიურად ეგ მოხდარი დანაშაულები ადრე ძველი ეს ვერ გაიხსნება ვერანაირად ვერ გაიხსნება ესე იგი თქვენ მომხრე ხართ რომ ციხე გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაცა ოპერატიულ დაქვემდებარებაში მაინც უნდა გადაეცეს ოპერატიულ დაქვემდებარებაში არაფრით არ შეიძლება ეხლა იქ შიდა განაწესით თქვა კონდეს როგორც აქვს ხო პენიტენციალურ სისტემას იქ დილით ადრე ადგომა იქნება ის მაგრამ ოპერატიულ მასში დამუშავებაში თქვა და დაქვემდებარებაში აუცილებელია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონდეს წოდომა ამ ნაწილობრივ მე გეთანხმებით იმიტომ რომ მე არა ვარ ამ საქმის პროფესიონალი თუმცა ერთის მხრივ რეალურად მართლაც პატრულს რომლის მაინც მთავარი ძირითადი საქმე არის საგზაო წესრიგის მოწესრიგება და
მან ჩაანაცვლა საგზაო პოლიცია, ანუ გაი როგორც ეთქვიან, მას დაევალა რეალურად კრიმინალთან ბრძოლა და არ არის მზად და მის ფუნქციებშიც რეალურად ეს არ შედის. ამაშიც არ დებს. ეხლა მე შევესწარი ესე ფაქტს, რომ ჩხუბი იყო. ორ ადამიანს წაესია სადღაც 19 ადამიანი ახალგაზრდების ჩხუბი. მე მაგალითად ვერ ჩემი ფიზიკური მონაცემებით ვერაფერ ვერ გავაჩერებდი ხო იმით. გვერდზე პატულმა გაიარა, საერთოდ არ გავაჩერებდი. ჯერ კი ვიფიქრე, მეთქი ბორტის ნომერს მეთქი ამოვიწერ. ცხელხაზზე დაურეკავა კიდე. ნუ რა აზრი ქონდა. მეორემ გამოიარა იგივე. მე აშუალებდა იმათ სადღაც დაფრის პოლიციელი. სასწაულს. კი. მეტროსთან, აგერ იმასთან, მესამე ამასაც აქვს, მე ვფიქრობ, მნიშვნელობა, რომ პოლიციაში, როდესაც მიდის ადამიანი საგზაო წესრიგის დასაცავად, ის მაინც სხვა მიმართულებაა და სხვანაირად არის აღკინებული. ადამიანი, რომელიც მიდის სამძებროში, რომელიც ესე რომ ვთქვათ, აი სულით უნდა იყოს მოწადინებული, ხო? უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ აი მსგავს თემებზე საუბარი ხშირად უნდა იყოს არა აქ მარტო ჩვენთან პირიქით აქ ყველაზე ცოტა სულ ვლაპარაკობდეთ ამა უნდა საუბარი იყოს დიდ ტელევიზიებში უნდა ეწყებოდეს ამ თემაზე თოქ-შოუები იმ მაპატიეთ და ვიღაც უკანალის მოთამაშეების მაგრამ თქვენაერი ხალხი უნდა იყოს და რაც თავარია არ არის აუცილებელი არავინ არ ითხოვს კიდე ერთხელ მინდა მიმართო ხელისუფლებას არავინ არ ითხოვს რომ ეს ადამიანები ჩვენ ახლა წავიყვანოთ და დეპარტამენტის უფროსებად დავნიშნოთ მაგრამ მინისტრებს მოადგილეებს რჩევლებად მაინც აიყვანეთ ეს ხალხი რომლებმაც იციან როგორ უნდა ებრძოლონ კრიმინალს ეს ადამიანები გვერდზე დაიყენეთ და აი დასავლურ ფასეულობებს რო ესე ძალიან პატივს სცემთ ნახეთ როგორ პატივში ყავთ ვეტერანები სამხედრო ვეტერანები პოლიციის ვეტერანები ამერიკაში დასავლეთში როგორ სოციალური იმას შეხედეთ სიტუაციას როგორ არის გადაწყვეტილი სოციალური პრობლემები პენსიები როგორ ეხმარებიან უმუშევარ ადამიანებს მაინდა-მაინც რა არის უკანალით უნდა შევიდეთ კაცო ამ დასავლეთში თუ და მაინდა-მაინც დასავლეთი გინდა კარგი ავიღოთ კარგი რაც არის კარგი ეს ყველაზე რთული რაც არის კარგი არავის არ აინტერესებს ეს ყველაზე რთული რაც არის ახლა დაფინანსება მოდის გრანტები მოდის ძირითადად დღეს რა გენდერული თანასწორობა ესე იგი ვისი დასაწყებია არა მარტო გენდერული ფემინიზმის ხო ქალების კაც ხო ეს მოდით ახლა ბატონ ტრისტანს მინდა დაუსვა შეკითხვა. ბატონ ტრისტანი ძალიან ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბებოდა, ქვეყანაში გართულდებოდა კრიმინოგენული სიტუაცია, რომ იქნებოდა მკვლელობები. მე ამას წინათ უთხარი კიდეც ბატონ ტრისტანს, რომ თქვენ მე ვთხარი ლელა კაკულიას მაგრამ თქვენ უნდა იყოთ მე ვთხარი წინასწარმეტყველი რაც თქვით 90% მაინც ასრულდა და კაკულიამ რაც თქვა ერთი არასრულებულა იმისი ხო და მაგრამ ესაც ჩვენი ერის უბედურებაა რომ ლელა კაკულიას უსმენენ და ხო ლელა კაკულიას გენერალს არ უსმენენ ხო მე მინდა ბატონ ტრისტანს შევეკითხო ბატონ ტრისტან თქვენ რას ფიქრობთ ახლა მომავალში კიდე უფრო დაიძაბება სიტუაცია თუ რაღაცნაირად გონს მოიგება ხელისუფლება და რაღაცას შეცვლის აი ამ რთულ მდგომარეობაში ღმერთმა დაიფაროს კიდე 1-2 ესეთი მკვლელობა და იფეთქებს საზოგადოება და თან საზოგადოება იფეთქებს ქაოსურად აქ დედაშვილს არა იყვანს ხელში შეიძლება ისეთი ამბავი დატრიალდეს რა ისეთ რა არის ბატონო არჩილი საერთოდ ჩემი პროგნოზები არა თუ რაღაც ჩემი წინასწარ მეტყველებით და არამედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ანალიზის ისა მაქვს რა რომ თუმეტეს სამხედრო სპეციალისტი ვარ ჩემი ცოდნა ჩემი სწავლება დავამთავრე აკადემია კიევში და ჩემი სპეციალობა ანალიტიკა და გეგმარება ეს გავიარე სრული კურსი და თვითონ შექმნილი სიტუაცია გეუბნება რა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და აქედან გამომდინარე სწორედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შემიძლია შევაფასო თუ ხვალ და ზეგ რა მოვლენები განვითარდება მე მეცეს გეტყვით თუ ასე გაგრძელდა ვარესი არ მოხდება თუ ხელისუფლება არ მივიდა ხალხთან
ხალხი მივა ხელისუფლებას და მე ძალიან ცუდად წავა საქმე. ძალიან ცუდად წავა საქმე. მე მინდა გითხრათ, როდესაც ნაციონალური მოძრაობამ შეკრიბა 7 თუ 1000 კაცი და მართლა ფული გადაუხადა და მართლა ხო ეს გასაგებია, მაგრამ იქ რომ ყოფილიყო სხვა ძალა ერთწმუნდად ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა. როგორც 2012 წელს ხალხი მივიდა ხელისუფლებასთან ნაციონალებთან და ძალიან ცუდად დაუმთავრდა. და როგორც 2003 წელს შევარდნაძის. როგორც 2003 წელს შევარდნაძის დროს ამ დონეზე ხელისუფლებამ დღეს არ უნდა მეიყვანოს სიტუაცია და მე ვხედავ რომ დღეს ხელისუფლება ამ საკითხში უკიდევ მეორე და კიდევ ხაზგასმით უუნარო არის. დროულად უნდა გადადგას ნაბიჯი დღეს ხელისუფლებამ და დროულად უნდა იყოს კომუნიკაცია სწორედ ხალხთან. ხალხი ვართ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა. ხალხი არის მართლაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მართლაც ქართულად აზროვნებენ და რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და არა ისეთები, რომლებიც დასავლეთიდან რაღაც შეკვეთებს ღებულობენ და ორმანეთს რომ მიუგდებენ და ჟურნალისტმა მკითხა რომ იცი თუ აიო თქვენ რო ასახელებთ არასამთავრობოებს, ამას საზოგადოება არ იცნობსო და რატო არ იცნობს მე ვუთხარი? საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. უბრალოდ თქვენი მედია საშუალებები ამას ბლოკავს ყველაფერს. ბლოკავს და ამიტომაც ჩვენ არ ხდება ამ ხალხის წარმოჩენა. უამრავ განცხადებებს, უამრავ მასალებს ვდებდით თქვენთან ერთად, თქვენ გადამოგეხსენებათ. თქვენ ბატონო ტრისთან კიდე ჩახართ, წვალოთ, მაგრამ ეს ის ფასად გვიждდება. მე მინდა ვიკითხო უკრაინის თემა. თემები მათ შორის ამ სამხედრო თემებზე, რომლებზეც კონტრაბანდა. ამდენი საკითხია, ხო? კი, მაგრამ ერთხელ მაინც მოიწვიეთ ეს კაცი დასვით, შეკითხეთ. საუბრობთ თუ აგვისტოს ომის დროს დააკავეს ადამიანი იმის გამო, რომ არ ჩაახოცინა ქართველი ახალგაზრდა, არა მარტო მოსახლეობა, ეს როგორც იტყვენ პატარა ბავშვები, რეზერვისტები ამის გამო, ხო? ერთ ამის გამო ჯაშუშობის გამო იჯდა ციხეში მათ შორის პოლიტპატიმარია ქართველების მხრიდან პოლიტპატიმარია ევროსაბჭოს მიერ აღიარებული ხო ერთხელ მაინც მოიწვიეთ რა მოიწვიეთ და კითხეთ რომჯარი ასე მეტი ხო იცის რომჯარიას ავტომატი არ უნახია და ეს კაცი გაიზარდა ავტომატთან ერთად კაც თქვენ იცით გივით არგამაძე რა გააკეთა 2008 წელს ეს საქართველოს მოსახლეობა არ იცის ეს ამბავი მაგრამ ჩვენ გვაქვს ამაზე უთხარი მასალები გვაქვს და მე მაქვს მასალები შემდგომ ის გამქრალი 4 მილიარდ ნახევარი დოლარი. ბორისოვი ეხვეწებოდა გივით არგამაძეს, რომ ჩაიბარეთ ახალი გორი. მე დაგეხმარებით, ბანკფორმირებებს გავდენ იქიდან, ოღონდ შემოიყვანეთ თქვენი პოლიცია, თქვენი გამგებელი და ჩაიბარეთ. კატეგორიული ვაზზე წავიდა გივით არგამაძე, რატო წავიდა კატეგორიული ვაზზე, იცი? მას ჭირდებოდა როგორც მშვიდობიანი და სამხედრო მოსახლეობის მაქსიმალური მსხვერპლი, ისე დევნითა ნაკადის მაქსიმალური რაოდენობა. რა რისთვის? ამის შემდგომ, როდესაც ესე იგი ახალ გორი ძალად და გივით არგამაძის აქტიურობით და გივით არგამაძის დაჟინებით მოხდა ამის დაკარგვა და უკვე ბორისოვმა ხელი ჩაეკნია, რომ ესე იგი თქვენ არ გინათ და არ ჭირდებათ და იქ საჭირო იყო წესრიგის დამყარება და თავისი ძალებით მოახდინა დამყარება წესრიგის 4 მილიარდ ნახევარ დოლარს ვერ მიიღებდა გივით არგამაძეს და მაშინდელი ხელისუფლება. მიიღეს. ახლა ეს ხო გივით არგამაძემ უფრო სააკაშვილის რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ. გასაგებია, მაგრამ ეხლა მიიღეს, შეხედე რა ხდება ხლა. აი ამის დოკუმენტები არსებობს. აგერ მიდევს მასალები შაბაბგაში კაცო. შაბაბგაში მიდევს ეს მასალები 4 მილიარდ ნახევარი დოლარი შემოსული ქვეყანაში და სად წავიდა ეს 4 მილიარდ ნახევარი თან არის აუდიტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013 წელს შემოწმებული ეს მასალები რომელიც მე მაგ ახლა არავინ არ იცის სად წავიდა იცი სეიშელის კუნძულებზე ფილმა ბელტრეინინგში სადაც ფარული ანგარიშებია გახსნილი და იქ იგლეკებოდა ეს თანხები ყველა თანხები და იმ თანხებს იყენებენ დღეს სწორედ უკრაინაში სადაც მიხეილ სააკაშვილის თავის ესე იგი თავის ბანდა შექმნილი იქ უკრაინაში იმ თანხებს იყენებენ დღეს რომელიც თანხებიც აქვს დალექილი ანგარიშებზე საქართველოში იმ თანხებით ყიდულობენ ქართული ოცნებაში ჩანერგილ აგენტურებს და იმ თანხებს უხდიან აგენტურებს იმ თანხებით ქმნიან დესტაბილიზაციას ქვეყანაში იმ თანხებით არის რომ თლიანობაში ყველგან ხელს აფათურებენ და დღეს ისევე მაგენი ესე იგი ქმნიან ამ
დაძაბულობის ფონს და ყველაფერში ამ თანხებს იყენებენ. ეს არის ის არ შეუძლია ამ ხელისუფლებას ამ თანხების დაყადაღება ძალიან შეუძლია. ამაშია საქმე რომ ხელისუფლება უნდა მოგისმინოთ. მეუბნები, აგერ მასალები მაქვს, აგერ. მასალები მაქვს. ეს მასალები არათუ ჩემი შემოწმებულია, არამედ არის სპეციალისტების შემოწმებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არის შემოწმებული სწორედ ამ კუთხით, სწორედ ის განათლების სამინისტროში შემოწმებული და იქ 17 მილიონი გამქრალი, თავდაცვის სამინისტროში 50 მილიონი გამქრალი და საერთო ჯამში მთლიანობაში ქვეყანაში 16 მილიარდი არის საწის მანძილზე გადაყენილი და გამქრალი და ეს მასალები დაიდო აუდიტის სამსახურში და თორდია რომელიც წავთ დღეს იქ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მან ეს მასალები შემოვიდა თაროზე. რომ არა ჩემი აქტიურობა და იქ ჩემებური გზებით რაღაც საშუალებებით მოპარვა და გადმოცემა მასალების გადაქსეროქსება, ხო, დღესაც ესე იგი ეს მასალები იქადებს და ამით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს კაცო. ამის გარდა თავდაცვის სამინისტროში დღეს დიდი ჭიდაობით მივაღწიეთ იმას, რომ რამოდენიმე სარდალი ბატონო არჩილ მინდა რომ ესე იგი გითხრათ და მართლაც მისასალმებელი არის 4 სარდალი უკვე გადაყენებულია თანამდებობიდან, რომელზეც ჩვენ საუბრობდით ყოველთვის და ვამბობდით კერესელიძე, რომელიც იყო მარჯვენა ხელი ბაჩანა ახალაიასი და მან ესე იგი უამრავი თანხები მიითვისა, ისცემდა ოფიცრებს, იმან მასაქვს უკვლევაში მონაწილეობა მიღებული, მიდიგებდა როებში მონაწილეობა მიღებული. მარტო გადაყენებული ეს ხალხი? ეხლა რა არის? ეხლა მე მივახცე იმას მივახციე რომ ამ ადამიანების გადაყენების შემდგომ ესე იგი იქ წავა ინსპექტირება უკვე. იცით რა, რომ ბატონოტრისთან როგორი რამეა, ხო, ესე იგი, მოიპარე 1, 20, 50 მილიონი, მე გადაყენებენ. არა, ეხლა რა ხდება შეხედე. მე ტელეფონის ნომერიც განაცხადე ჩემს ინტერვიუში, წინა იმაში და ხმამალას ვაცხადებ. ესე იგი, ის პირები, ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელი სამხედრო მოსამსახურეებიც თავის დროზე ხებულობდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს, პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, ეს ადამიანები უნდა იყოს უყლაი ჩამოცილებული სამხედრო სამსახურს. სამხედრო ოფიცერს არაფერი არ ესაკუნა პოლიტიკასთან. ის არის სამხედრო ოფიცერი, ის არის ქვეყნის დამცველი და არა რომელიმე კერძო კონკრეტული პარტიის კუთვნილი პიზა. კი ბატონო, თუ პოლიტიკური პარტია გინდა, მაშინ გაიხადე ფორმა აპოლიტიკური, რა თქმა უნდა. და მებზადეთ პოლიტიკური. და არა ისო, რომ ესე იგი შენ მითითებებს ასრულებდი სააკაშვილისას, კეზერაშვილისას, ახალაიასას და შენ დევნილი იმ ადამიანების ჩვენც იყო მიუღებელი. და ეს პროცესი დაიწყო უკვე დღეს თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ აკაც ისეთი უზარმაზარი წინააღმდეგობების ქვეშ ხვდებიან აი ამ პროცესებთან მიმართებაში, რომ ესე იგი ცდილობენ რაღაცეირად, რომ გამოდიან, ვერ გამოდიან და მე ვეუბნები ყოველთვის, რომ თვითონ თავდაცვის სამინისტროში მთლიანობაში ის დაჯგუფება ის გუნდი იყო ხო დაუშვათ ნაციონალების და კეზერაშვილი ახალაიას გუნდი დაემატა უკვე იმისი ალასანიას გუნდი აი ესენი გაერთიანდნენ უკვე და ერთად მოქმედებენ ერთად ესე იგი აკეთებენ იმას და ერთად ქმნიან ესე იგი პრობლემებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი წარმოიდგინეთ თქვენ სადაც ესე იგი მაქსიმალურ დონეზე უნდა იყოს აყვანილი სამხედრო ცოდნის უნარიანობა და ის იყო გადასული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ამოცანებისა და პოლიტიკური დავალებების შესრულებისათვის. აი თქვენ მიიღეთ ერთხელ პასუხი ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. რას ფიქრობთ, რას აპირებთ? აპირებთ რამე ღონისძიებების ჩატარებას, რომ ან თქვენ თანამებრძოლებთან ერთად, ვეტერანებთან ერთად, იგივე იმ პოლიციელებთან, რომლებიც დღეს პენსიაში იმყოფებიან, რომ რაღაცა სახით მიაწოდოთ ხმა, მიაწვდინოთ ხმა იგივე ან პრემიერს, ან მინისტრს შინაგან საქმეთა, რომ რაღაც მხრივ მოხდეს აი თქვენი და აი ამ უდიდესი აი ხალხის უდიდესი არმიის პოლიციელების რეალური გამოცდილების გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ რაიმე სახის აქტივობას გეკმავთ? კი ბატონო, თავიდან ფიქრობდი ყველაფერს ბატონო ვარჩილ. ესე ყველა. შემდეგ უკვე ცხადყო ფაქტებმა, მოვლენებმა. რომ არანაირად ამას აზრი არ გააჩნია დღეს, იმიტომ რომ დღეს მე კი არა. პრემიერ-მინისტრს აღარ უსმენს არავინ და პრემიერ-მინისტრია თვითონ მეფია წნეხის ქვეშ.
პრემიერ-მინისტრმა თუ მოინდომა არ იქნება წნეხის ქვეშ. ბატონებისთან მე უყურებ ხო აი წეგან თქვენი პრემიერი ადამიანი ხარ, კაცი ხარ, პრემიერი შეხებშია მთელი მთავრობა. რას ქვია, ვინ უნდა მომყოლოს? მე წნეხის მე მეთაური, ბრიგადის მეთაური რო ვიყავი. ბრიგადის მეთაური. იმ ბრიგადაში მთლიანობაში ჩემი კონტროლის ქვეშ იყო ყველაფერი. აბა ჩემ ხელქვეითს ამე უარყოფითი ნაბიჯი გადაედგა სამსახურებრივი კუთხით დაკავშირებით. იმას მოეთხოვე კანონისტის პასუხი. ამიტომ პრემიერი შენ პრემიერი ხარ, შენ უკვე ქვეყნის ვისაყარ მართველი როგორ ეკადრება. ვინ უნდა მომყოლოს? მე ჩემი გუშინ რუსთავი ორმა პირდაპირ ეთერი გაუთიშა პრემიერს კაც. პირდაპირ ეთერი გაუთიშა, მეტი შეურაცხყოფა რა გინდა ჩემთვის. მე გასაგები ეს რუსთავი რო გამოსულიყო ნაციონალური მოძრაობის ბოლო ის არ გაუთიშა. რასა გივის კი არა ის ნენის კოშხვირკი არ გამოსულიყო. ვისი ბრალია რომ გაუთიშა? ზონდერი ვინმე თავისუფალი ზონის 5 საათი ვერ გაბედავდა. ვისი ბრალია რომ გაუთიშა? პრემიერის რატომ არის ისი პრემიერის ბრალი? თავის დროზე რომ დამგარიყვენ მაგეთ იმ დონეზე, თავის დროზე რომ მათ დაეწყოთ სამართლებრივი კუთხით მოქმედება, როდესაც ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში და თავის დროზე რომ დაესაჯა სწორედ ის რუპორები, ის პოლიტიკური ლიდერები, ის ავანტურისტები, ბოკერია, თარგამაძე და სხვა დანარჩენია ისინი და შეეყარათ იქ მატროსოვზე. აი ამათ დამატებით დღეს ვერც რუსთავიორს გაუთიშავდნენ და ვერც და სხვა შორის არც ესეთი ივანიშვილიც ამ საკითხში ნამდვილად სასაყვედურო ადამიანი რომელიც ამბობდა რომ ყველაფერს ვაკეთებ რომ არ მინდა რომ მე ნაციონალური მოძრაობის მტერი არ ვარ როგორ ფაშისტური ორგანიზაციის მტერი უნდა იყო ადამიანი მე შეიძლება წამოვიდე თქვენთან მოლაპარაკებაზე შეიძლება წავიდე არჩევნთან მოლაპარაკებაზე რომ ვიცი მე თქვენი წარსული, ვიცი თქვენი წარსული, სუფთა წარსული, ვიცი თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, ვიცი თქვენი პოლიტიკური აზროვნებები, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი და მე არ წავალ კრიმინალურ ორგანიზაციასთან არც ერთ შემთხვევაში. ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, სადაც მხოლოდ იყო დაკავებული ადამიანების ყოლით, ცემით, დევნით, ქონებით ჩამორთმევებით. მეტი დანაშაული რა უნდა მომხდარიყო, გეკითხებით მე თქვენ ამ ქვეყანაში. დანაშაულის დაფარო უფრო დიდი და მეტი რა უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში და მეტი რა უნდა გაეკეთებინა, ხა მე არ ვიცი, ეს არ არის კიდევ მეორე იმ ტერორისტული ორგანიზაციას, რომელსაც ჩაიდინა ნაციონალურში, რომ სახელმწიფომ და დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება და არ მიცა მას შეფასება როგორც ფაშისტური რეჟიმის ისე, ხო? უნდა გაეკეთებინა ეს, აი რო არ გააკეთა ტელევიზია ხო გაუთიშეს გუშინ. ხვალ მიცეს პირდაპირ ზეგ ხვალ და მაზეგ მივარდებიან და შეიძლება თავში ჩაარტყან კიდე ეს აქვს ფოტოება კი არ იყო ჩემთვის ეს იყო გუშინ რაღაც უკვე ესე იგი წნევა მამიწია მე ამის როგორ პრემიერს უთიშავ კაცო რუსთავიორი ეს იგივე მას CNN-მა რო იმას რა ქვია ბარაკ ობამას გაუთიშოს შენ სახეს შენს დაფასებას და შენ პატივისცემას შენი საქციელა გამომდინარე შენ კაცი ჩადის იმის გულისთვის ქუთაისში რომ გენდერული თურმე LGBT უნდა დაიცვას სამწუხაროდ ეს მაგისი ის არის რა ქვია აჩოტი რაც ანგარიში ხო ანგარის აბარეს რომ LGBT საზოგადოებას იცავს და გენდერული წელს 2015 წელი არის გენდერული თანასწორობის ერთი მაჩვენეთ სადმე ის რა ქვია ან ნაცემიკალი ან ძალადობის მსხვერპლი ვინმე გამაგებიეთ ამა ხო თან სოფლიოში რას ამბობ ყველგან ცემენ ტყეპენ ხალხს კლავენ თავი დავანებოთ იმას ბატონო თემურ აგერ ეს ერთი ამბავი რო აქვს ატეხილემ შარლი დებოზე და მთელი ამბავი რო ქონდათ ატეხილი 300 კილომეტრია თუ 400 აგერ ქრისტიანებს თავებს აჭრიან ვინმეს გარამე გავიგეთ ერთი შეშფოთება მაინც ვინმეს გამოუყვეთია აი ამ თემაზე კიდევ მე ჩვენ განვავრცობთ ამ თემებს უფრო სერიოზულად ვისაუბრებთ სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა მე მინდა რომ დიდი მადლობა მოვახსენოთ ჩვენს მსმენელს რომელიც გვიყურებდა დღეს ჩვენ ტელევიზია ინტერნეტ ტელევიზია პატრიოტ TV-ზე და ასევე დიდი მადლობა მინდა მოვახსენოთ ჩვენ სტუმრებს რომლებიც მობრძანდნენ დღეს ჩვენთან სტუდიაში პოლიტპატიმარ გენერალ-მაიორ ბატონ ტრისტან წითელაშვილს და ასევე თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ბატონ თეიმურაზ ალიბეგაშვილს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელებს ნახავთ კარგად ვნებოდეთ